Амар ასეთ პირდაპირეთში. ახლა ყოველდღე შევძლიერდებით. მნიშვნელობა არ აქვს ამის. ჩვენ აქ ვიდგებით მანამ სანამ ბოლო რუსი ოკუპანტი არ გავარდება საქართველოსთან. აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ყოველდღე მეტი ვხდებით და უფრო ძლიერები ვხდებით. ასე რომ შეხედეთ ეს ადამიანები დგანან და უხარია. ბრილა მაგრამ ჩვენ გვაძლიერებთ ერთობა, ჩვენ გვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის სიყვარული. ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ძალა ერთობაშია. ჩვენ ამას ვამტკიცებთ ყოველ დღე და ყველას მოგიწოდებთ, ხალხო, ყველას რომ გავერთიანოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი მისია ეს ირგვლივ, რათა საქართველოს დემოკრატია გვია. ძალა ერთობაშია, დამიჯერეთ ჩვენ გავიმარჯვებთ. აქარისია, ია გამარჯობა. გამარჯობა, მოგესალმებით. პირდაპირ ხარ და შეგიძლია თქვა, როგორი განცდა აქვს დგომა? ძალიან კარგი განცდა, ძალიან მიხარია რომ მოქალაქეებსაც ესეთი დადებითი ემოციები აქვთ, რომ გამოივლიან, გვისიგნალებენ და გვაგზნობინებენ, რომ თვითონაც ხარს გვიჭერენ, ძალიან მომწონს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩამოვაღწია როგორც იქნება და თქვენ. ძალა ერთობაშია. ძალა ერთობაშია. Ისწრის ამე? საქართველო გაგვიმარჯვებს. კარგად. ასე თქვი. ძალა ერთობაშია. რა შეგიძლია გითხრათ? როგორი განცდა აქვს დგომა? განცდა ბრძოლის უნარიანი და პროტესტის გამომხატველი რუსის ოკუპანტის საქართველოს 400 მეტრში. რუსის ოკუპანტი აღარ უნდა იყოს. ვარ საქართველოში აღარ უნდა იყოს რუსის ოკუპანტი. ოღონდ. არა ოკუპაცია არა რუსი. აი ეს ადამიანები დგანან აქ. აპროტესტებენ რუსეთის აგრესიას და მცოცავ ოკუპაციას. და მანქანების გზავრებით, ძროლებით საკმაოდ აქტიურად უჭერენ ხარს ამ აქციას, რომელიც ყოველდღიურად ტარდება. შეგახსენებთ ამ ადგილას, ასევე საპირისპირო მხარეს. აი დავითი გაწვდილი ხელით, რომელთაც მიანიშნებს იმ საფრთხის მიმართულებისკენ, რასაც რუსი ოკუპანტები უხადიან საქართველოს ამ ტერიტორიას, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლს. ძალა ერთობაშია, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. დროებით გამშვიდობებით. მადლობთ ყველას, ვინც გვიყურებთ, ხარს გვიჭერთ და ჩვენთან ერთად ხართ.